წესი მეორე კარგად ყოფნის აგვისტოსი. მე ვაგრძელებ ჩემი კარგად ყოფნის აგვისტოს, მოკლედ დღეს გავიღვიძე დილას 6-ის მოკლედ 5-ის მერე გავიღვიძე, რა მნიშვნელობა აქვს. ხო და მე შევასრულე მთელი ჩემი ეს დილის რიტუალები, ჩემი ვარჯიშები, ყველაფერი, წამოვიდი რომ შევისვენე და ეხლა მოვიდი თქვენთან. მეორე, პირველი როგორც მოგეხსენებათ, რითიც დავიწყეთ, ეს არის პიროვნული ზრდა, იმიტომ რომ მოკლედ ვიტყვი, თუ შენ არ ხარ პოზიტიურ აზროვნებაში, თუ შენ არ იცი როგორ გამოიყენებ თუნდაც ფიზიკური მოძრაობის, თუნდაც ჯანსაღი შესაძლებლობები, შეიძლება პირიქით დაამძიმო შენი სიტუაცია, თუ შენი ფიქრები მუდმივად ნეგატივშია და შენი ენერგია მიედინება ფიზიკური მოძრაობის შედეგად გამოყოფილი თუნდაც ენერგია მიედინება ცუდი რაღაცების განხორციელებისკენ. ეს თუ არ მოგისმენიათ, მოისმინეთ წინა უშინდელ ჩანაწერში, მე ამაზე აღარ შევჩერდები. კავშირნელიო მიწერს, მაგრამ იმედია გავხაჩავთ. მეორე, ჩემი აზრით მეორე წესი ეს არის მოძრაობა. მოძრაობა არის სიცოცხლე. ანუ როგორი მოძრავებთ, ეს არის თქვენ სურვილზეა დამოკიდებული, როგორც გინდათ, ისე იმოძრავებთ. მაგრამ თავარია, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად სისტემატურში არ გულისხმობ რაღაც რუტინულს, იმიტომ რომ რუტინული მოქმედებები ძალიან ბევრი ადამიანის არის უკუნაჩვენები, მათ შორის ჩემთვისაც. მე არ შემიძლია ერთ და იგივე რაღაცის კეთება, აი არაფრით არ შემიძლია ერთ და იგივე რაღაცაში დიდხანს გავჩერდე. აუცილებლად უნდა ჩავანაცვლო რაღაცეებით. და ეს ძალიან მაწუხებდა ხოლმე, იმიტომ რომ ერთსაც სწავლობდი დავუშვათ 1000-ნაირ კურსებზე, ხო, ძირითადად რუსულენოვან კურსებზე, იმიტომ რომ ინგლისური ესე კარგად არ ვიცი. მაშინ იქ იყვნენ ესეთი ტიპი, ანუ ვინც სწავლობდა უმრავლესობას ჰქონდა ესეთი ძალიან როგორ ვთქვა, სკრუპულოზურად ასრულებდნენ დავალებებს, მოკლედ ყველაფერს ასეც ეუბნებოდა ტრენერი, ყველაფერს აკეთებდნენ და ეს მქონდა დანაშაულის გრძნობა, იმიტომ რომ დავიწყებდი რაღაცას, მე სხვა რამეზე გადავიდოდი, მოკლედ ესე. ხო და მე წავიკითხე, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 51% ირაციონალია, ხო და გამეხარდა, რომ მეც 51%-ში ვარ, რომელსაც არ შეუძლიათ ეს რუტინული მოძრაობები. თან ვარ მერწყული და ჩემი თავისუფლების შეზღუდვა არაფრით არ შეიძლება. ხო და თუ აი ამიტომ რატომ ამბობ ამას, რომ თუ თქვენ ერთ და იგივე რაღაცებს კეთება არ შეგიძლიათ, ეს სულებით არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რამეს ვინმეზე ცუდად აკეთებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გჭირდებათ მრავალფეროვნება. მე ჩემი მრავალფეროვნება შევიქმნი, თუნდაც ოჯახში, აი რუტინულად არ შემიძლია სულ ერთი და იგივეს კეთება, მე ვარდები უბრალოდ დეპრესიაში. და როცა ამის ახსნაც გავიგე, რომ ჩემი ვთქვათ იგივე ბუნებრივი მოცემულობებიდან და ზოდიაქიდან გამომდინარე და ირაციონალობიდან გამომდინარე, ეს არის ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა, თავისუფლება, რომელიც უნდა რაღაცნაირად უნდა შევინარჩუნო ეს თავისუფლება, სხვა ხარისხი, იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია. ამის დასაკომპენსირებლად ამ რუტინის, რაც მანამდე მქონდა 22 წლის განმავლობაში, შევქმენი ეს ველნეს უქმეები, რომელიც მეც გამომადგა და კიდე ძალიან ბევრ ქალს გამოადგა ველნეს ტურების საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ნახეთ, ანუ მე გავაკეთე ისე, რომ ჩემი საქმიანობა, რომელიც იყო პრინციპში რუტინული, ნაბჯდარიყავი და ადამიანთან გემუშავა, ან ონლაინში გემუშავა, დავაკავშირე უკვე იმასთან, რაც მიყვარდა მოგზაურობასთან. ამიტომ თქვენი მოძრაობაც შესაძლებელია დააკავშიროთ რამე ისეთთან, რაც თქვენ სიამოვნებთ. მე მაგალითად რომ ვსეირნობ, თან უსმენ რაღაცას, თან ვსწავლობ, მე ვწდები რომ შეში თან ვმუშაობ რაღაცებს, ვაკეთებ, მე ლაივებს ვწერ. ან კიდევ რაც მე არ მიყვარს და ხა არ ვიცი თქვენ როგორ გიყვართ, არ მიყვარს, ანუ მიყვარს უბრალოდ რაღაცების შეხამება. რამდენიმე საქმის შეხამება, რამდენიმე რაღაცას ერთად კეთება. ამიტომ მოძრაობა ამაში ძალიან კარგად ჯდება, თან მოძრაობ და თან რაღაცას აკეთებ კიდე შენთვის სასარგებლოს. ჩემ შემთხვევაში ეს არის ტიბეტური ვარჯიშები, ოღონდ არა მარტო ტიბეტური ვარჯიშები, ჩემი ველნეს სისტემა, რომელიც დაფუძნებულია უბრალოდ ტიბეტურ ვარჯიშებზე, რომ ეს ტიბეტური ვარჯიშები მართლაც საოცრება, აი არ ვიცი, საოცრება, სრული სასწაულია ეს ტიბეტური ვარჯიშები, ჯანმრთელობისთვის, ენერგიულობის, ხალისისთვის და ყველაფრისთვის. დღეს ვფიქრობდი კიდეც ხوار გავაკეთო მე კიდახურული ჯგუფი, ანუ გარდა ლაივებისა, რასაც ვაკეთებ ამ აგვისტოს განმავლობაში, რომ ფიზიკურადაც გავაკეთოთ ერთად ბევრი რაღაც შემიძლია გასწავლოთ, მაგრამ არ ვიცი, დავფიქრდები რამდენად არ მიყვარს ხოლმე გრძელვადიანი პროექტები და მიჯაჭვა რაღაცეებზე, მაგრამ დავფიქრდები მაინც მაგაზე. ხო, მოკლედ ეს მოძრაობა შეიძლება იყოს სიარული, სირბილი, ცეკვა,
შეიძლება იყოს სხვა შორის ცეკვა ძალიან კარგი, ვისაც გავლილი გაქვთ აი კურსი მისი ეხლა ცოტა ხნის წინ გამოცხადებული. კაცო დღეს სიტყვები მოვიწყდება რაღაცა რამჭერს. აქცია შეიძინე შენს ფასად რაღაცის აქცია რო იყო ამაზე რა ქვია ცეკვის კოუჩინგზე ანუ ცეკვის მეშვეობით როგორ გამთავისუფლდეთ მისგან ნეგატივისგან სტრესებისგან დაგროვილი რაღაცეებისგან რომლებიც ძალიან ბევრი გვაქვს და ეს ცეკვა არის ყველაზე ადვილი და სასიამოვნო მეთოდი ფსიქოთერაპიის ფაქტობრივად იმიტომ რომ არ ხდება რეტრაუმატიზაცია სხეული თავისთვის შორებს დაჭირდება აი ვისაც ეს გავლენით არაჩვეულებრივია მოძრაობაც არის ფსიქოთერაპიაც არის გათავისუფლებაც არის ახალი ენერგიით შევსებას და ყველაფერი. ეს შეიძლება იყოს იოგა, ტაიჩი, არ ვიცი, თქვენ რაც ქსიამონ, ტიბეტური ვარჯიშები, რაც მოგწონთ, არ აქვს მნიშვნელობა. რას გააკეთებთ, თავარია ივარჯიშოთ, თავარია იმოძრაოთ, იმ დოზით, რა დოზითაც იცი, ხა არის რომ რაღაცა მაინდა-მაინც ამდენი კილომეტრი უნდა იარო დღეში. ისევ და ისევ, ჩემთვის ესეთი შეზღუდვები ყოველ წარმოუდგენელია. რამდენს თავარია რომ თქვენ ხვალ იყოთ უფრო, ჩემი აზრით. თავარია ხვალ იყოთ უფრო უკეთესად ვიდრე ხართ დღეს. ნახეთ გუშინ წინ თუ იმის წინ როცა მე გამოვაცხადე რომ აგვისტოს ვაცხადებ მე კარგად ყოფნის ჩვეთ თქო რაღაცნაირად ეს თავისთავად მომივიდა რომ მოდი მეთქე რაღაცა კარგად ყოფნა. გუშინ ვიჯექდი და ვფიქრობდი ესე წამოვწექი და ვფიქრობდი თამა რა გინდა შენ ეს ცნობილი ის არის რა ქვია ტექნიკა ველნესურებზე ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე რა გინდა შენ ორი ადამიანი ხდება და ძალიან დიდხანს უმეორებს რა გინდა შენ და სინამდვილეში საბოლოო ჯამში ამოდის ის რეალური სურვილები რაც მართლა გვაქვს ეს იმისათვის არის რომ მიზნები არ იყოს არასწორი ჩვენი მიზნები და რაღაცა დავკონკრეტდეთ მიზნებზე ამისთვის ვაკეთებ ხოლმე ამას ხო და ხარ ახლა მეწყილი არ ყავდა დავჯექი და ჩემ თავს მე თან ვეუბნებოდი თამა რა გინდა შენ იმიტომ რომ რაღაცა ვერ მივხვდი შეკვეთილიც მინდა და თან არ მინდა ეს მანგლისი კი დავგეგმე კარგი რახან დავგეგმე გავაკეთებ შემდეგში ეს საფლავეცტური თან მინდა თან არ მინდა და ვეღარ გავიგე რა მინდოდა და ვეკითხები რა გინდა და ბოლოს აღმოჩნდა როგორც კარგად ყოფნა მინდა იმიტომ რომ ნუ რატომღაც რაღაცა დამძიმდი თითქოს და ის კარგად ყოფნის აგვისტო ეს მანამდე გამოვაცხადე სანამ ამას გავაცნობიერებდი ანუ ქვეცნობიერად ჩემ თავს გამოუცხადე რომ აი აგვისტო არის კარგად ყოფნის თვე და ანუ გუშინ ვიარე, დღესაც ვიარე, წინა დღესაც მას თქვენი რა ქვია. ვიარე, ვისეირნე, ვაკეთე ჩემი ვარჯიში, დღეს დავიწყე ტიბეტურები და აი არ ვიცი, სრულიად აბსოლუტურად ვარ მზად. გუშინაც ვლაპარაკობდი ესე ლაღად და თავისუფლად და წინა დღესაც, მაგრამ შინაგანად ნამდვილად არ ვიყავი ეს ენერგიული და ეს რაღაც ყოჩაღი, ასე ვთქვათ. დღეს უკვე ვარ ჩვეულებრივ ფორმაში შემიძლია დავშე ვიმშო ყველაფერი გავაკეთო რაც გასაკეთებელია აი ასე ჯადოსნურად მოქმედებს მოძრაობა ადამიანზე მე არ ჩამოვთვლი ახლა იქ რა ჰორმონი გამოიყოფა როგორ გამოიყოფა რა ხდება მეცნიერულად შეიძლება წაიკითხოთ თუ გაინტერესებთ ცხადია რომ სიარულის დროს და საერთოდ ამ მოძრაობის დროს გამოიყოფა ყველა ის ჰორმონი რომელიც ჩვენ სასიცოცხლოდ აუცილებლად გვჭირდება და იმისათვის რომ თუნდაც ლიმფა მიმოძრაოს სისხლი მიმოძრაოს კუნთები არ მოგვინუნდეს და ასე შემდეგ და ეხა ერთ რაღაცაზე გადავალ აქედან კარგად ყოფნის თემაში ქალები ძალიან ხშირად არ ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას რომ დრო დაუთმოთ თუნდაც დრო დაუთმოთ საკუთარ თავს ან გვეზარება იმიტომ რომ სახში ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და მოდი ჯერ ამას გავაკეთებ მოდი ჯერ იმას რაღაცა შრიალებს და შიშინებს და რა შრიალებს ვერ გავიგე ხმაური თქვენც გესმით გაწუხოთ ხმაური მე ხა შევამჩნიე იმას ბერავენ რაღაც ატრაქციონებია და იმას ბერავენ იმედია თქვენ არ წუხდებით მოკეთ ქალებს გვიჭირს ხოლმე ხშირად საკუთარი თავის დროის გამოყოფა და აქედან არის ის რომ ქალები 50%-ით უფრო მეტ სტრესს განიცდიან ვიდრე მამაკაცები და მე რჩებიან ამ სტრესში თან მამაკაცები უცებ გამოყოფენ ხოლმე ანუ აი რაღაც გამოიყოფა ჰორმონი და დამშვიდებიან ესენი ამ ჰორმონში ხარშებიან კორტიზოლი რაღაცა ეს ჰორმონი ქალებს გვახასიათებს ეს ჩარჩენა და ამ ჩარჩენის ძირითადი მიზეზი როგორც ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები ამბობენ ეს კვლევა იყო ჩატარდა და აქ რომ გამოჩნდა მთავარი ჩვენი შფოთვის და ქორიაქის მიზეზი არის რამდენად შევესაბამებით სტანდარტებს რამდენად ვართ ყველასთვის მოსაწონი რამდენად ვაკმაყოფილებთ ყველას კრიტერიუმებს აი ძირითადი მიზეზი ქალების შფოთვის და მათი სურათყოფნის და დეპრესიის და ასე შემდეგ არის ეს ამიტომ მეგობრებო, ყველაზე მთავარი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი მთავარი მოვალეობა არის კარგად ყოფნა, თქვენი ცხოვრების გადაკეთება ისე, რომ იყოთ კარგად და იყოთ ბედნიერი.
თქვენი ოჯახი ბევრად მეც მიიღებს ამითი, ვიდრე თქვენი მუდმივი შრომით სახლში და თქვენი მუდმივი დატვირთულობით, დაძაბულობით, გადაღლით და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ქალები, რომელმაც ბავშვები უკვე გავზარდეთ, ხო? შვილიშვილები გაზარდეს უკვე ქალი. აი შვილებს გავზდი და მე კარგად ვიქნები. შვილიშვილებსაც გავზდი და მე დავისვენებ. არა მეგობრებო, არა. არ გამოდის მასე. ის თქვენი შვილი მე გეტყვით, დედა, შენ ანუ შეიძლება პირდაპირ არ გითხრას, მაგრამ იტყვის, რომ მე რა უნდა მასწავლო, შენ რომელიც ხარ დაღლილი, გათიშვილი, გადაშტერებული, ძალაგამოცლილი, არაფერი აღარ გაინტერესებს, არაფრის საქმის კურსში აი რა უნდა მასწავლო, შენ მე რატო უნდა მასწავლო, ხო? და როდესაც ჩვენ მე გული წდება ხოლმე, რომ აი არაფასებენ იმას, რომ აი გავაჩინე, გავზარდე, გადავყევი, შევალიე, პროფესია არ მას თქვენი დავთმე, ყველაფერი დავთმე შვილისთვის და მადლობელი არ არის. იცით და შვილი თუ გულწრფელია, შეიძლება მოგიბრუნდეთ და გითხრათ, მე გთხოვე ეს. მე გთხოვე, რომ შენ ყოფილიყავი მარტო ჩემი მოსამსახურე და იმის იქით არაფერი გეკეთებინა, მე შენთვის ეს არ მithხოვია და მართალი იქნება, იმიტომ რომ არ უთხოვია. და მართალი იქნება კიდე იცით რატო, იმიტომ რომ ყველა შვილს უნდა რომ დედა იყოს ბედნიერი. საერთოდ არ უნდა, კი თვითონ მიხედავს თავის თავს რა. კი ეხლა რატო არა მოსამსახურე ყველა სჭირდება, თუ კი მთელი ცხოვრება მოემსახურებით, სიამოვნებით მიიღებს ყველა თქვენ მომსახურებას, მაგრამ რეალურად სინამდვილეში გულის სიღრმეში ყველას უნდა რომ დედა იყოს კარგად, დედა იყოს ბედნიერი, დედა იყოს ხალისიანი, დედა იყოს ლაღი, ლამაზი და ასე შემდეგ. ამიტომ მეგობრებო, მოძრაობა ამ რანგის, აი ამ კარგად ყოფნის, რაც შვილებს ჩვენთვის უნდათ, ამ კარგად ყოფნის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. და აუცილებლად უნდა მიცეთ ამის უფლება საკუთარ თავს. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუნდაც ერთდღიანი გასვლა სადმე, მანგლისში, ახლა 16-ში მანგლისში ამოდიან გოგოები, ხო? 50 წუთის მანძილზეა. ვიციო ძალიან ბევრს უნდა წამოსვლა და სულ რაღაცა 9 ადამიანმა მისცა თავს ამის უფლება, რომ გადაიხადოს რაღაცა მინიმალური თანხა, ამოვიდეს და ერთ დღეში წარმოიდგინეთ გადატვირთაც მოახდინოს ეს ბუნებასთან ჰარმონიაში მოვიდეს, სიმშვიდეში იყოს, გათავისუფლდეს ჩვენ ძირითადად ახლა ერთ დღეში რა უნდა გქონდეს გათავისუფლება ამ ნეგატივისგან, ზედმეტი რაღაცა დაგროვილი ენერგიებისგან, სიმშვიდის მოპოვება, ბუნებასთან ერთიანობის, სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნება და ასე შემდეგ. ხო, რაღაც ყველაფერი კარგი, ხო? აი ამისთვისაც ერთ დღეც კი ბევრმა ვერ გაიმეტა თავისთვის და კიდევ გადადეს აი შემდეგში და შემდეგში რო ვიყავი, იმიტომ დამემართა ბოლოს დამემართა ჩვენ თქვენჯარი ჯვარი გწერიათ. ამიტომ მაინც არ უნდა მიიყვანო ადამიანმა იქამდე, როცა აი გუშინ შემთხვევით ჩემი ოჯახის წევრი არის აქ, ისვენებს დაბადების დღეები და მისი მეგობარი არის საგვარეულოს, რა ქვია, საგვარეულოს კურსი აქვს ნაკეთი და ეს გოგოც ამოვიდა და რა თქმა უნდა ეს ჩემი ოჯახის წევრიც ასევე საგვარეულოს გადის და საუბრები ქონდა რა თქმა უნდა ამ თემაზე და აი ზუსტად ამაზე საუბრობით, ამ მიმართულებით წავიდა მე რომ რამდენად სანამ ორმოში არ ჩავარდიო ეს გოგოც ამბობდა, ხო, აი თქვენი ისტორია სხვა არის, ხო, თქვენ ჯანმრთელობის არ აქვს მშობა ჯანმრთელობის ორმოში ჩავარდები, ურთიერთობების ორმოში, ფინანსურ ორმოში, რომელ ორმოში, რა მნიშვნელობა აქვს. მეც სანამ მაინც არ ჩავარდი ორმოში და ფსკერზე არ დავენარცხეო, მანამდე არ გავინძერი, არ დავიწყეო. მესამემაც იგივე თქვა, ანუ 3 ადამიანი ვიყავით იქ და 3-ს ჰქონდა ეს ისტორია, რომ დავენარცხეთ ძირს და მერე დავიფიქრეთ იმაზე, რომ თურმე ჩემ თავზეც უნდა ვიზრუნო. არ გინდა დანარცხება, ძალიან მტკივნეულია. ჯობია შუა ორმოდან დაიწყო ზემოთ ამოსვლა და საკუთარ თავზე ზრუნვა. მონახეთ დრო მოძრაობისთვის, აირჩიეთ მოძრაობის ფორმა, მოდით ახლა გადავწყვეტეთ, რომ აგვისტო იყოს კარგად ყოფნის აგვისტო, მოდით იყოს კარგად ყოფნის აგვისტო. და 16-ში თუ შემოგვიერთდებით, პირობას გაძლევთ, რომ ძალიან პოზიტიური და კარგი ენერგიებით დატვირთული წახვალთ აქედან. კიდე რაღაცა სხვა რაღაცასაც ვფიქრობ და გეგმავ აქ ერთი კოტეჯი არის ალგეთის პირას მანგლისის იქეთ ცოტა 6 ადამიანი ეტევაო ახლა დღეს მეუბნებოდნენ და რა ვიცი ვფიქრობ მე ვისაც დარჩენით უნდა რაღაცა შეიძლება იმ კოტეჯში წავიყვანოთ და ვისაც უნდა 2-3 დღე რომ დარჩეს შეეძლებათ რომ იქ გაჩერდნენ მაგას მოვიფიქრებ კიდე მაგრამ ერთ დღიანი ნამდვილად გვაქვს უკვე დაგეგმილი ჯგუფიც არის და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ დამიწერეთ კომენტარებში ჩემოსაყვარლებო ვინ რით ხარ დაკავებული მოძრაობის აი ამ მოძრაობა თქვენზე გეხვეწებთ სახლის საქმე არ დამიწეროთ იმიტომ რომ სამწუხაროდ ქალებს სახლის საქმე მოძრაობაში არ გვეთვლება არანაირ ფიზიკურ აქტივობაში არ გვეთვლება რატომაც ფიზიკურად აი საკუთარ თავზე როგორ ზრუნავთ და გაუზიაროთ სხვებსაც იმიტომ რომ რა ვიცი როგორც ამბობენ ეს კარგი მამოტივირებელი ისინი მაგ და ქვია გამოსვლები და
ხალხს უჩნდება სურვილი რაღაც კარგი გააკეთოს საკუთარი თავისზე, რატომაც არა. გაუზიარეთ მეგობრებსაც. და თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ წინა ორი ჩანაწერი. პირველი იყო 2 დღის წინ, როცა გუშინ დავდე, გავაზიარე მე ძველიც და ახალიც დავდე. როცა საერთოდ გამოვაცხადე ეს აგვისტო კარგად ყოფნის დღე და თუ გინდათ მეთქი ერთად გავაგზავნოთ. მეორე იყო პირველ მუზდაზე ვისაუბრე, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველზე კარგად ყოფნის და დღეს არის მოძრაობის თემა. მოძრაობა და მოძრაობა, ჩემო თერგომე მაინც ძველი თაობის ადამიანი ვარ, ხო, დიდია ჭავჭავაძე გამახსენდა. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ყველას გისურვებთ. მოძრაობას თქვენ ცხოვრებაში, კარგ მოძრაობას, ჯანსაღი მთის მდინარე რო კარგად მოჩუქჩუხებს და მოჭხრიალებს, აი ესეთ ლაღ და მოძრავ ცხოვრებას გისურვებთ. და გამომეხმაურეთ კომენტარებში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის მნიშვნელოვანია თქვენი ყოველი კომენტარი და თქვენი ყოველი აზრი. აბა, დროებით შემდეგი თემით შევხვდებით, ალბათ ხვალ, ან შეიძლება ზეგ, არ ვიცი, მოკლედ მე ხო არაპროგნოზირებადი ვარ ზოგადად და სავარაუდოდ ხვალ. ბედნიერად. გაზიარება არ დაგავიწყდეთ.